აი საზღვარგარეთ საქართველოში ჯერ ეგეთი ძაღლები არ აქვს ჩვენ იმქამდე არ მივსულვართ. საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ არ იყოს გარიყული ჩვეულებრივი საზოგადოებისგან, როგორებიც ვართ ჩვენ, რომლებსაც ვთქვათ მხედველობა გვაქვს, იყენებს ძაღლებს, რომლებიც თვითონ ატარებენ ამ ხალხს. მაგალითად შედიან მეტროში, ხო ძაღლი ელოდება სანამ გამოვა ხალხი მეტროდან და მხოლოდ მერე შეატარებს ამ ადამიანს შიგნით. ასევე, როდესაც გზას გადადიან, ძაღლი უსმენს, ან კიდევ ძაღლები განასხვავებენ ფერებს, ოღონდაც ეს ფერები ყოველთვის არის ცისფერფერში წარმოდგენილი ძაღლის მხედველობაში. ჩვენ ხო აღვიქვათ, ვთქვათ, მწვანეს, ყვითელს, ტაფილოს ფერს, ძაღლები აღვიქვათ ყველაფერს ფერთა გამოს, ოღონდაც ოდნავ ცისფერფერში. აკვირდებიან, როგორ ინთება შუქნიშანი და მხოლოდ მწვანე სამდების შემთხვევაში აძლევენ ნიშანს თავიანთ პატრონს, რომ შეუძლიათ გადავიყვნენ. ანუ ასწავლიან რა შემთხვევაში შეიძლება ძაღლმა რა მოქმედება ჩაატაროს. კიდევ აი მაგალითად არის შორი ქვეყნები, სადაც თოვლია, ხო ძალიან ბევრი. იმ ადგილებში ძალიან მიუვალი ადგილები, სადაც არის გამოიყენებიან გამოიყენებიან ძაღლები, რომლებიც შეგმულები არიან რაში ბავშვებო? მარხილში. აი სწორედ ასეთ ადგილებში წამლების მიწოდება ადრეც და ეხლაც ხდება მარხილებით, ძაღლების მეშვეობით. ანუ რამხელა საქმეს აკეთებენ, ხო ძაღლები? ანა ეხლა არ გაგიგია, ნახე რა თქვა. ეს იმ ცივ-ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ტრანსპორტი არის, ანუ გადაადგილების საშუალება არის მარხილებით. ანუ მარხილები მიაწვდიან საკვებსაც და წამლებსაც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ასეთ მიღრუებულ ადგილებში მედიკამენტები ყოველთვის ჭირს. და ყველაზე მნიშვნელოვანია დროულად იყოს მიწოდებული მედიკამენტები. ვისახსოვს ერთი მულტფილმი. აი ზუსტად ბოლტოში ის ხო ძაღლებიც იყვნენ, იქ და მგელიც იყო, ხო? რამხელა სიკეთე გააკეთეს იმ მარხილში შემოულმა ცხოველებმა. რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს? ერთის არა, ბევრის, იმიტომ რომ წამალი ჩაიტანეს, ხო? ხო გახსოვთ? ხო, ძალიან ბევრი ბავშვის, რომლებიც იქ საკმაოდ მკვეთრად ჩანს იმ მულტფილმში, რომ ბავშვები იღუპებოდნენ ამ დაავადებისგან და ამ ძაღლებმა გადაარჩინეს იმათი სიცოცხლე. ხო ესეა? კი, ეხლა აი ესე. აი ეს კალი გაშვება.